შერეული ორთაბრძოლები ევოლუციის სპორტია. ათლეტები ყოველწლიურად უფრო სწრაფები, ძლიერები და უნივერსალურები ხდებიან და ის, რაც 10 წლის წინ მიუღწევა მწვერვალად ითვლებოდა, დღეს მხოლოდ საბაზისო სტანდარტია. ამიტომ რეკორდების უმეტესობა დასამსხვრევად არის განწერული. მაგრამ UFC-ს არქივებში მაინც ინახება რამდენიმე სტატისტიკური ანომალია. როგორც მივხვდით და ისედაც ნახავდით, დღეს ვისაუბრებთ UFC-ს ისეთ რეკორდებზე, რომლის განმეორებაც მინიმუმ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან გაუჭირდებათ. ამისთვის უნდა დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე. ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწეროთ არხი, ამით ძალიან დამეხმარებით. მე კი შეგახსენებთ, რომ MMA-ს ჩვენს არხზე უგემრიელეს კროკოს კრეკერთან უყურებთ, ჩვენი მეგობარი ბრენდი სილვაქ არის. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ და გავუყვეთ ყველაზე მაგარ რეკორდებს UFC-ში. პირველი შთამბეჭდავი რეკორდი ეს არის 119 ტეიქდაუნი და ეს არ არის უბრალოდ ორგანიზაციის ისტორიაში საუკეთესო შედეგი. სხვაობა მასსა და დანარჩენებს შორის უზარმაზარია. მეორე ადგილზე სემ პიერია 90 ტეიქდაუნით, მესამეზე კი გლეისონ ტიბაუ 84-ით. დაფიქრდით, მერაბ დვალიშვილი 29 ტეიქდაუნით უსწრებს ყველა დროის საუკეთესო ქვესაშუალო წონოსანს. სინამდვილეში ამ სტატისტიკას უცნაურს ისხდის, რომ მისი ტეიქდაუნების სიზუსტე 35%-ია. ის შედის ფეხში, მეტოქე მას ბლოკავს, ისევ ახლიდან შედის ფეხში და ასე გრძელდება სამუდამოდ. მებრძოლების უმეტესობა ჩაშლილ, არ გამოსულ ტეიქდაუნს ტრაგედიად მიიჩნევს. იმიტომ რომ ამით შენ კარგავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგიას და ასევე რაც თავარია პოზიციას. მაგრამ ერაბისთვის ეს ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი ვარჯიშია. 2025 წლის ოქტომბერში UFC 320-ზე მან კორი სენთეგენი 5 რაუნდში 20 ჯერ დააგდო მიწაზე. ეს UFC სატიტულო ბრძოლაში დაფიქსირებული ყველაზე მეტი ტეიქდაუნია. ბრძოლის შემდეგ მას ჟურნალისტებს პირდაპირ განუცხადა, რომ ფეხში შესვლებს ნაწილობრივ იმიტომ აგრძელებდა, რომ იცოდა როგორ მოქმედებდა ეს მის სტატისტიკაზე. მერაბმა ტიტული შონომალის წინააღმდეგ შარშან წინ UFC 306-ზე მოიგო. შარშან კი 3 ჯერ დაიცვა იგი. ხოლო დეკემბერში UFC 303-ზე პიოტრიანთან ქამარი დათმო, მაგრამ ეს რეკორდი დარჩა. ამ გიჟურ მაჩვენებლამდე რომ მივიდეს UFC-ს საშუალო სტატისტიკური მებრძოლი, წარმოიდგინეთ, რომ ელიტარულ მებრძოლებთან ყველასთან საშუალოდ 7 ტეიქდაუნი სჭირდება ბრძოლაში და თანაც ისე რომ არც ერთი მშვიდი ბრძოლა არ ჰქონდეს. ამ სპორტში კიდე არავინ არის ამისთვის შექმნილი, გარდა იმ კაცისა, ვინც ეს უკვე გააკეთა. და ალბათ თემატური იქნება თუ აქედან გადავალთ ყველაზე მეტ ტეიქდაუნზე ერთ ბრძოლაში. ხაბიბ ნურმაგომედოვმა ერთ ბრძოლაში აბელ ტრუხელიო 21 ჯერ დააგდო. ეს მოხდა UFC 160-ზე 2013 წლის 25 მაისს და ეს რეკორდი დღემდე ხელუხლებელია. ამ შედეგს აბსურდულს დროის მონაკვეთი ხდის. ეს იყო 3 რაუნდიანი 15 წუთიანი ბრძოლა. 21 ტეიქდაუნი 15 წუთში ნიშნავს ტეიქდაუნს დაახლოებით ყოველ 53 წამში და ეს მოიცავს ყოველ წამს, როცა ხაბიბი ტრუხელიოს ავიწროებდა, ბადესთან აკავებდა და პარტერში აკონტროლებდა. ტრუხელიო არ იყო მაინც და მაინც პასიური მეტოქე, ის თავადაც მოჭიდავე იყო, თავსაც მეტნაკლებად იცავდა, მაგრამ ხაბიბმა მაინც მოახერხა მისი 21 ჯერ დაგდება. შედარებისთვის მასთან როგორც წეღან ვახსენე, ყველაზე ახლოს მერაბია 20 ტეიქდაუნით კორი სენთეგენის წინააღმდეგ, მაგრამ აქ მთავარი ასპექტი დროში სხვაობაა. მერაბს ამისთვის 5 რაუნდი დასჭირდა, ანუ 25 წუთი 20 ტეიქდაუნისთვის. ხაბიბმა კი 15 წუთში 21 შეასრულა. სხვათა შორის კიდევ არიან სხვა რიგი მებრძოლები, რომლებიც ახლოს არიან და მოსდევენ ამ მაჩვენებელს, მაგრამ ამ რეკორდის დამხობა, როგორც ხედავთ, ვერავინ ვერ შეძლო. ხაბიბმა UFC-ში 13-0-ზე და ჯამში 29-0-ზე სტატისტიკა დააფიქსირა. მან ზედიზედ 31 რაუნდი მოიგო, სანამ მაკრეგორმა UFC 229-ზე 1 რაუნდი არ წაართვა და კარიერა 2020 წლის ოქტომბერში სუბუგი წონის ჩემპიონის რანგში დაასრულა. ტრუხელიოსთან ბრძოლა პრელიმზე იყო. არ ყოფილა არც სატიტულო, არც მთავარი მოვლენა, მაგრამ 13 წლის შემდეგაც ეს UFC-ს ისტორიაში ყველაზე დომინანტური საჭიდაო პერფორმანსია. და აქედან გადავიდეთ კაცზე, რომელსაც UFC-ში ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა აქვს შესრულებული. და სულ რომ არ იცოდე ვინ არის, რო დაფიქრდე, ალბათ მარტივად მიხვდები. ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა UFC-ს ისტორიაში 3693. მაქს ჰოლოუეიმ UFC-ში 3693 მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა. ეს ისტორიაში საუკეთესო შედეგია და აქაც ბრძოლა კონკურენციის გარეშეა. მას მოსდევს მეორე ადგილზე შონ სტეკრენდი 2430 დარტყმით და სხვაობა ამ ორ შორის 1263 დარტყმაა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე პრეტენდენტთა უმეტესობა მთელი კარიერის განმავლობაში აყენებს. და სხვათა შორის მესამეზე ანჯელა ჰილია 2364 დარტყმით. მაქს ჰოლოუეი დაახლოებით 50% უსწრებს დანარჩენებს და ეს იდეაში ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო ხდება. ის მეტოქეებს წუთში 6.92 მნიშვნელოვან დარტყმას უტარებს, რაც ელიტარული მოცულობა არის და ასევე ის 2012 წლიდან არის ორგანიზაციაში.
იდეაში მხოლოდ მოცულობა და რაოდენობა ამ შედეგამდე ვერ მიგიყვანს, რადგან მაღალი ტემპის მებრძოლები ხშირად ნოკაუტდებიან და არც მთლად ვეტერანობა არის ამის გარანტი. რადგან ვეტერანები, ხშირ შემთხვევაში მაინც ცოტა დაბალი ტემპის მებრძოლები არიან და ძალიან რთულია, რომ მნიშვნელოვანი დარტყმების ასეთი რაოდენობა განახორციელო. Max Holloway-ს ეკუთვნის სხვადასხვა ერთ ბრძოლაში განხორციელებული ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი დარტყმის რეკორდიც. Kelvin Qataris წინააღმდეგ 2021 წელს და ორგანიზაციის ისტორიაში 5 უდიდეს ერთობლივ მაჩვენებელიდან 2-ს ფლობს. მისი რეკორდი 29-ზეა. დაამარცხა Dustin Poirier, დათმო BMF-ის კამარი Oliveirasთან UFC 326-ზე და პირველ რაუნდში გააჩერა Conor McGregor-ი. გააჩერა რა, რაც მოხდა მოკლედ კი იცით. 3693 მნიშვნელოვანი დარტყმის რეკორდის მოსახსნელად მებრძოლს ერთდროულად დასჭირდება Holloway-ის ტემპი, Holloway-ის ყბა და 14 წლიანი კარიერა. ძალიან მეეჭვება ეს სამივე ერთად, რომელიმე მებრძოლში გაერთიანდეს და ერთად მოიყაროს თავი. გადავდივართ ყველაზე ახალგაზრდა UFC-ის ჩემპიონზე. John Jones UFC-ის ჩემპიონი 23 წლის და 242 დღის ასაკში გახდა. მან 2011 წლის 19 მარტს UFC 128-ზე Mauricio Rua მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. 15 წლის შემდეგ ამ შედეგთან ახლოსაც კი არავინ არ მისულა. ის ამ ბრძოლაში არც კი უნდა ყოფილიყო. ტრამვირებული Rashad Evans 6 კვირით ადრე შეცვალა და გაანადგურა მოქმედი ჩემპიონი, რომელსაც Lyoto მატჩი დაჰყავდა დანოკაუტებული. ამ რეკორდის გაუმჯობესება ზოგადად ტექნიკურად და სტრუქტურულად არის რთული, რადგან მებრძოლი ორგანიზაციაში ძალიან ადრეულ ასაკში უნდა მივიდეს და იმდენი ბრძოლა უნდა მოიგოს, რომ აღნიშნულ ასაკამდე სატიტულო ბრძოლაც კი მიიღოს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ მებრძოლების უმეტესობა ამ პრომოუშენში 25-26 წლამდე ვერც კი ხვდება და ამ შედეგთან ყველაზე ახლოს სხვადასხვა ჯოშუა ვენი იყო, როცა პანტოჟას მოუგო კამარი. მაშინ ჯოშუა ვენი 24 წლის იყო და აი ახლა შეგვიძლია ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონიდან ყველაზე ხანდაზმულ ჩემპიონამდე მივიდეთ. რენდი კოტური 45 წლის იყო და UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონის ქამარს ფლობდა. ის ორგანიზაციის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია. მან ტიტული 43 წლისა და 254 დღის ასაკში მოიგო, რაც ასევე რეკორდი არის ყველაზე ასაკოვანი მებრძოლისთვის, ვისაც UFC-ის ტიტული დაუსაკუთრებია. 2007-ში მან ტიმ სილვიამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ბრძოლაში, სადაც წესით სასტიკად უნდა წაიგო. სილვია მოქმედი ჩემპიონი იყო 15 სანტიმეტრით მაღალი და თან კოტურს 1 წელი პაუზა ჰქონდა აღებული. უпростоრად კარიერა დასრულებული ჰქონდა. რენდი კოტორმა ის პირველივე 10 წამში დააგდო და მერე მთელი 5 რაუნდი ჭიდაობით დაჩაგრა. აი ისტორიაში მეორე ყველაზე ასაკოვანი პირველგზის ჩემპიონი გლოვერ ტეიშეირაა, რომელმაც ქვემზიმე წონის ტიტული 2021 წლის ოქტომბერში 42 წლის იუბილედან 2 დღის შემდეგ მოიგო. ეს წელიწადნახევრით ნაკლებია კოტურის მოგების ასაკზე და 3 წლით ნაკლები მის წაგების ასაკზე. Takedown-ების ყველაზე მაღალი სიზუსტე პრომოუშენის ისტორიაში. Nordin ტალებს UFC-ის ისტორიაში takedown-ების ყველაზე მაღალი სიზუსტე აქვს. მან 21 მცდელობიდან 16 takedown-ი შეასრულა და ეს ორგანიზაციაში დაფიქსირებული ყველაზე სუფთა მაჩვენებელია და უსწრებს Sam Pierce, რომელსაც 73 და 8 ჰქონდა. მაგრამ და აქ არის ერთი დიდი მაგრამ. აქ მთავარი კონტექსტია. ამ კატეგორიაში მოსახვედრად მინიმუმ 20 მცდელობა არის საჭირო, როცა ტალებს 21 ჰქონდა. ზღვარს მხოლოდ ერთი takedown-ით გადააბიჯა. Sam Pierce კი 122 მცდელობა ჰქონდა. ტალები 15 წუთში საშუალოდ 1.94 takedown-ს აკეთებდა, რაც დაბალი არის და სწორედ ამიტომაა პროცენტი ასე მაღალი. ის ფეხში არ შედიოდა თუ წინასწარ ზუსტად არ იცოდა რომ გამოუვიდოდა. ის პირველ რიგში გამოკვეთილი სტრაიკერი იყო. მისი 15 გამარჯვებიდან 7 ნოკაუტით ჰქონდა აღებული. აი მერაბ დვალიშვილი, რომელიც takedown-ების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენია, მისი takedown-ების მაჩვენებელი 35%-ია, რაც მიუთითებს ერთ რამეზე. ტალების მაჩვენებელი საუკეთესო მაგალითია იმის, რომ პროცენტი კონტექსტის გარეშე უბრალოდ ციფრია და რიცხვი, მეტი არაფერი. კაცმა ბოლოს 2019 წელს იბრძოლა, ტიტული არასდროს ჰქონია და გულშემატკივართა უმეტესობა მის სამ ბრძოლასაც ვერ გაიხსენებს და ფლობს რეკორდს, რომელიც Sam Pierce-საც არ აქვს. კიუნეული მახრჩობელა ილეთების ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი 7.38. პოლ სასი UFC-ში 15 წუთში საშუალოდ 7.38 მტკივნეულ მახრჩობელა ილეთის მცდელობას აკეთებდა. ეს უმაღლესი მაჩვენებელია და ახლოსაც არავინ და არაფერი არ დგას. საუბარია მცდელობების რაოდენობაზე და არა მოგებებზე და ეს განსხვავება მთელ ამბავს ხსნის. სასი იყო ლივერპულელი სუბუქწონოსანი, რომელიც ყოველთვის ერთი და იგივე სტილით იბრძოდა, გადაწვებოდა და მთელი ბრძოლა ეძებდა სამკუთხედს, რომ მეტოქე ამით დაეფინიშებინა. სხვათა შორის მისი ეს მეტნაკლებად უცნაური ტაქტიკა მუშაობდა, რადგან როგორც კი პრომოუშენში მოვიდა, პირველივე 3 ბრძოლა
პირველ რაუნდში მოიგო. ბოლოს იგი მეტ ვაიმანმა არმბარით დაამარცხა. დენი კასტილომ 3 რაუნდი აჯობა ჭიდაობაში და მისი UFC-ს კარიერაც დასრულდა. მისი ბრძოლის საშუალო დრო 5 წუთი და 51 წამი იყო. ეს არის ამ რეკორდის მექანიზმი. სტატისტიკა აჯილდოებს მოკლე ქაოსურ კარიერას და საკმაოდ დიდხანს არ უბრძოლია იმისთვის, რომ მისი ეს სტატისტიკა გაფუჭებულიყო. შემდეგი კი არის რეკორდი, რომელსაც ალბათ მართლა დიდხანს ვერ მოხსნიან და შეიძლება კიდე ერთი ერთეულით გაიზარდოს და მერე საერთოდ რთული გახდება. ZDZ 17 მოგება. ZDZ 17. ისლამ მახაჩევმა UFC-ში ZDZ 17 ბრძოლა მოიგო. მან რეკორდი 2026 წლის 15 აგვისტოს ფილადელფიაში UFC 330-ზე მოხსნა, სადაც იან მაჩადო გარიმ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ტიტული დაიცვა. მან ანდერსონ სილვას რეკორდს გადაუსწრო, რომელმაც 2006-2013 წლებში ZDZ 16 ბრძოლა მოიგო და ეს შედეგი 13 წლის განმავლობაში ურყევი იყო. მახაჩევის ეს დიდი ისტორია მისი სადებიუტო ბრძოლიდან დაიწყო, როცა ის დამარცხდა და ზუსტად ეს იყო წერტილი, რის მერეც ეს კაცი საერთოდ აღარ დამარცხებულა. ZDZ 11 წელი. რაც ამ სერიას სილვას სერიისგან განასხვავებს, ეს არის დიაპაზონი. ანდერსონ სილვამ 16 ბრძოლა ერთ წონაში, საშუალო წონაში ჩაატარა და თითქმის ერთი და იგივე სტილის მებრძოლებთან. აი რაც შეეხება ისლამს, მან მსუბუქი წონის ტიტული ოლივეირასთან მოიგო, 4-ჯერ დაიცვა, შემდეგ წონა შეიცვალა და UFC 322-ზე ჯეკ დელა მადალენას ქვესაშუალო წონის ქამარი წაართვა. 2 დივიზია, 2 ქამარი და 0 მარცხი. ვის შეიძლება ჰქონდეს ყველაზე მეტი ნოკდაუნი UFC-ს ისტორიაში? თუ არა დონალდ კოუბოი სერონს. სერონი მეტოქეები 20-ჯერ ჩააგდო ნოკდაუნში. ანდერსონ სილვა და ჯერემი სტივენსი მეორე ადგილს იყოფენ 18 ნოკდაუნით. შემდეგ მოდის ედსონ ბარბოსა 16-ით. სერონი მხოლოდ ნოკაუტერი არ ყოფილა, მას 10 მოგება აქვს ნოკაუტით და 17 საბმიშენით. ნოკდაუნები მოდიოდა ყველა მხრიდან. მუხლები, ხელები, კლინჩი, ნებისმიერი პოზიციიდან ყველგან საფრთხე იყო. 38 ბრძოლაში 2046 მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა და მისი თითქმის ყოველი მეორე დარტყმა მებრძოლებს უბრალოდ ძირს ყრიდა. კოუბოი თავის ეპოქაში თითქმის ყველაზე ხშირად ჩხუბობდა. იღებდა ბრძოლებს მოკლე დროში მსუბუქ და ქვესაშუალო წონაში ყველასთან. მან კარიერა UFC 276-ზე ჯიმ მილერთან მარცხის შემდეგ დაასრულა და 2023 წელს დიდების დარბაზში ისე შევიდა, რომ UFC-ს ტიტული არასდროს მოუგია. 20 ნოკდაუნის მიღწევა ალბათ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ბრძოლებს 40 ბრძოლას ჩაატარებ და ყველაში ძალიან საფრთხე იქნები. ნოკდაუნები კარგია, მაგრამ არის ხალხი, ვინც ოქტაგონზე ძალიან ცოტა დროს ატარებს. ყველაზე მოკლე საშუალო საბრძოლო დრო 2 წუთი და 18 წამი. ტომას პინალის ბრძოლის საშუალო დრო სწორედ ეს არის. ყველაზე მოკლე დროა ისტორიაში. იმ მებრძოლებს შორის, ვისაც მინიმუმ 5 ბრძოლა აქვს. შეკრიბეთ ყოველი წამი, რაც მან გაატარა UFC-ს 10 ბრძოლაში და მიიღებთ 22 წუთს და 56 წამს. მისი მთლიანი მძიმე წონის კარიერა ერთ სრულ სატიტულო ბრძოლაზე მოკლეა. მისი რვავე გამარჯვება UFC-ში ვადაზე ადრე დასრულდა და აქედან 7 პირველ რაუნდში იყო. სხვათა შორის მეორე ადგილზე ტერენს მაკინია და მისი დრო 2:28-ა. იდეაში სხვაობა მხოლოდ 10 წამი გამოდის, მაგრამ ეს 10 წამი ცოტა არ გეგონოთ. ერთი ბრძოლა, რომელიც მესამე რაუნდამდე მიდის, საშუალო მაჩვენებელს 1 წუთს ამატებს. ხო და წარმოიდგინეთ, მაგის უკან ჩამოსაწევად შეიძლება წლები გახდეს საჭირო. ყველაზე მეტი ბრძოლა UFC-ში სატიტულო შანსის გარეშე. ჯიმ მილერმა 47-ჯერ იბრძოლა და სატიტულო შანსი არასდროს მიუღია. ეს პრომოუშენის გამოსვლების რეკორდია და 47 ქამრის გარეშე ჩატარდა. 42 წლის არის. მისი დებიუტი UFC 99-ზე შედგა და მე მგონი დღემდე როსტერშია. ზუსტად არ მახსოვს. მასვე ეკუთვნის გამარჯვებების რეკორდი და აქვს 20 ვადამდელი ფინიში. ის ერთადერთია, ვინც იასპარეზა UFC 100-ზე, UFC 200-ზე და UFC 300-ზე. ქამართან ყველაზე ახლოს 2011 წელს იყო. 2009-დან 2011-მდე მიჯრით 7 ბრძოლა მოიგო, ტოპ 10-შიც შევიდა, მაგრამ ჰენდერსონმა და დიაზმა დაამარცხეს. 2013 წელს მას ლაიმის დაავადება დაუდგინეს და 10 წელზე მეტი ამ დიაგნოზით ჭუბობს. 2026 წლის მაისში სხვათა შორის UFC 328-ზე ორგანიზაციაში ყოფნის მე-18 წელს მან ჯარედ გორდონი გილიოტინით დაამარცხა. ანუ წარმოიდგინეთ ერთდროულად რა მაგარი უნდა იყო, რომ 47 ბრძოლის განმავლობაში ორგანიზაციაში დარჩა და არ გაგაგდონ და ამავდროულად არ იყო იმდენად კარგი, რომ საჭირო მომენტში UFC-მ სატიტულო შანსი მოგცეს და ქამარზე გაჩხუბოს. აბსოლუტურად ყველა სხვა მებრძოლმა, რომელიც ამ მაჩვენებელს, ანუ ამ რაოდენობას მიუახლოვდა, სატიტულო შანსი მიიღეს. თუმცა, როგორც ხედავთ, მილერი გამონაკლისი აღმოჩნდა.
მსგავსი სტილის ვიდეო UFC-ს რეკორდებზე ჩემს არხზე უკვე დევს, დაახლოებით შარშან გავაკეთე და შეგიძლიათ ნახოთ ან აქ გაბოხტება და იქ რამდენიმე ესეთი რეკორდი მაქვს ნახსენები, რომელიც ამ ვიდეოში აღარ ვთქვი. თუმცა ორივე ვიდეოში ერთად აღებული რა რეკორდებით ჩამოვთვალე, ამის იქით კიდევ უამრავი რეკორდი არის, რომელზეც არ მისაუბრია და არ მიხსენებია. თქვენ რომელი გაგახსენდათ პირველი, ან რომელი იცით და რომელი გინდოდათ რომ მეთქვა, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, ყველა კომენტარს წავიკითხავ. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგახსენებთ რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი, მე კი დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აბაჰე და აბაჰო.